რა ხდება? ვის სტუმარი არის? აქ რო ვიდგეთ შეიძლება? ვირბას ტელემაყურებლებო ასე უცნაურად დავიწყეთ ჩვენი დღევანდელი აკრედიტაციის გარეშე, რომელიც ეძღვნება საჭიროებად თემას. ბევრი უმორი მასში არ იქნება. გაცემ არის შემდეგზე ჩვენ მოვითხოვთ ძალიან მარტივ რაღაცას. დაიჭირონ სახელმწიფო ღალატში მხილებული ნინო ბურჯანაძე ან შეწყვიტონ რუსულ კვალზე ლაპარაკი. შესაბამისად აი ამ მოთხოვნით, აი ამ კამპანიის ხარდასაჭერად სხვა ადგილებში მივდივარ. ძვირფას ტელემაყურებლებო ჩვენ მოვედით თორთლაძე, რა კაი გვარი აქვს, ცოტა თულად გამოითქმის. თორთლაძე დემოკრატიული პარტიის ოფისში, ისეთი ვიზუალია გამოფრის და ისეთი დარაბები აქვს, რომ თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ, არასოდეს არავინ არ არის ოფისის კატეგორიას, მაგრამ ჩვენ მაინც დავრეკავთ ძარს, შევალთ შიგნით და გავიგებთ არის თუ არა თორთლაძე. თორთლაძის პარტია. რამდენ წელს ითვისო, რამოდენიმე 10,000 წელს ითვლის ეს პარტია. ორშაბათია 12 წუთია 25 წუთი. აქ აზრი ამ კაკუნს. წავედით. ჩვენ პარტიაში მოვედი. მე ვარ ლეიბორისტი. კამპანიის ფარგლებში დავჭირებ ბურჯანაძე, მოვედით ჩვენ პარტიაში, ლეიბორისტულ პარტიაში. გაგერიუდი, არა, როგორც რუსეთის საგენტროს სულ გელაპარაკობთ. აქ ეხლა რა ხდება? ბატონშალა, თქვენს კაბინეტში კი ხშირად არა მაქვს ბედნიერება. აი, მაესტროზე შერთულ შეხედეთ. აბა, რაზე უნდა იყოს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არ გელოდი. სოფლიო პოლიტიკური რუკა. რო გაქვთ გაკურული. თქვენს ამბიციებზე ხო არ მიუთითებს? უპირველესად საქართველოს კი, მაგრამ აბა ეს რა არის? ეს ამის თამდევია. პირველ ადგილზე საქართველოს რუკა. ეს კი. მაგრამ ცოტა ის არის, ხო? ძველი რუკა არ არის? თქვენ კარგად მოგეხსენებათ. საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკა, საბჭოთა კავშირის დროინდელი. არა, უკვე შემცირებულია საბჭოთა კავშირი. ასე რომ საბჭოთა კავშირის აღდგენას ვერ დავამატებთ. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ლევილის სასაფლაოზე ცნობილი ეპიტაფია. კი. თუ საქართველო არ იქნება თავისუფალი, თუ დაქცეული დამენახოს მთელი სამყარო, ეს ჩვენ. კი ბატონო. ეხლა მარტივი შეკითხვა ძალიან. მე ვატარებ აქციას სახელით ან დაიჭირეთ ბურჯანაძე, ან შეწყვიტეთ რუსულ კვალზე ლაპარაკი. მართალი ვარ თუ არა? აი კაცურად მითხარ. ჟურნალისტურად, მორალურად მართალი ხართ. მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობის კუთხით არ ვიცი, შეიძლება ამ ხელისუფლებამ ეს გამოიყენოს ბურჯანაძის დასაჭერად და მე დაგაბრალონ თქვენ. მე? ან ვინც იქნება არა, წარმოიდგინეთ, გამოდის პრეზიდენტი და იძახის, რომ რუსული ფულიო არის დახარჯული ამაშიო, ბურჯანაძის მიეცეთ რუსული ფულიო. ლოგიკა სად არის? დაიჭირონ. მაშინ დავიწყოთ ეს აქცია, თუ მიიღებთ ჩემ მასს. შალვა ათლაშვილს შემდეგი მოთხოვნა. შალვა ათლაშვილს რალი ოფიციალურად წაყენებული აქვს რუსეთის აგენტობის მუხლებით, გადატრიალება, მასობრივარებლობა და ყველაფერი. ეგ მახსოვს კი. ხო გახსოვთ არა? კი. ის უამრავ ადამიანს კიდევ, სხვებსაც. მე მარტო მეწამებენ. სხვებს, აბა სხვების მე ტელეპიარი ვიყო. ფილმში რო იყო. სპეცრაზმი, აი თქვა ეს კარები აქ იყო შემოტანილი, სპეცრაზმი რო მოვიდა, სახშიც 300 კაცი რასაჭირო იყო, ვერ გავიგე, ახლა ამაზე ზოგს ეცინო, მაგრამ მართლა 300-მდე იყო. და საქმე აღზრული გახდათ, ძებნა გამოცხადებული იყო და ყველაფერი პროცესუალური მოქმედებები დაამთავრეს. ჩვენ ჩავატაროთ აქცია მოთხოვნით. რატომ არ იჭერთ შალვა ათლაშვილს? მე გადავიდეთ ნინოზე, ახლა მაინც ქალბატონია და მოდი მე დავუდგები წინ. ხო, მაგრამ მორალურად და ჟურნალისტურად რა თქმა უნდა, აბა ახლა თუ აგენტი ვარ, უნდა დამიჭირო, აბა გარეთ რატო ვარ? კაი, დიდი მადლობა. აბა, იცოც. კარგად ძანძრობდეთ. გამოძიება გამოიწვიონ და ზუსტონ ეს ყველა. მაგრამ პრეზიდენტი პირდაპირ იძახის, რომ მოღალატეაო, რუსების დაკვეთით ხდებოდაო და რუსების ფულითოდა. ესე იგი უნდა დაიჭირონ, აბა ისე ხო არ იტყვის ჩვენი პრეზიდენტი რაღაცას. ვერაფერს ვერ გეტყვი. ვინ ახარ? ვაფშე. რისი სტუდენტები? სხვადასხვა უნივერსიტეტებში. შენ რომელი უნივერსიტეტი? ილიას უნივერსიტეტში. შენ? კეპეი. რას აპროტესტებ მე? ძალადობას. ხო და ეხა მე რას ვაკეთებ? იცი როგორ გადაცემას ვაკეთებ, იცი? მე ვაკეთებ კამპანიას სლოგანით დაიჭირეთ ბურჯანაძე, ან შეწყვიტეთ რუსულ კვალზე ლაპარაკი. მეთანხმები? კი, ნამდვილად.
სტუდენტებო. თუ ბრალსდებთ, მაშინ დაიჭირ. მეთანხმებით, ხო? ან დაიჭირე, ან გაანებეთ. კი. ქალბატონო, გამარჯობა. შეიძლება რაღაც გითხოთ? ბატონო, გამარჯობა, შეიძლება რაღაც გითხოთ? ბიჭებო, გამარჯობა, რაღაცას გითხავ, არ გახვითოთ. ბატონო, საკუთკარება, მე თქვენთან ერთად მომდივარ, თუ სამე კაი საქმეზე მიდიხარ რა. მართალი ვარ თუ არა? ესენი ხო ლაპარაკობენ, რომ ბურჯანაძე რუსები აქ ინასები. საერთოდ იცი? 26-ში რა მოხდა, იცი? არა, ხო, 26-ში აქ რა მოხდა, იცი? აი, დამდებოდეთ, თუ შეიძლება. რატო? რა უნდა ვქით? რაღაც, ისეთი. რა მოხდა მე რო გითხოთ? გამარჯობა. შეიძლება რაღაც რო გითხოთ. როგორ გითხე? რა ვიცი, ხალხი ისე გარბის, თითქოს კეთროვანი ვიყო და რა შეიძლება. რა ძეჯუ ხარებარება ჩვენში. ეძახის მიშა რომ რუსების მოწყობილია. თან ბურჯანაძეს აგებს იქ გაკითხეს. ხო ეგრე არ შეიძლება ძმა. ან დაიჭირეთ ეს კარი, ან გაჩერდია. არა, მართალი ხო? არა, მე ახლა ჩემი აზრი მაგალითად ეს იყო რა ის. ეს სპეცრაზმი ხოა. ხო. ეხლა უნივერსიტეტში ვსწავლობია რა, პრაქტიკა მქონდა ხოლმე, სამხედრო პრაქტიკაზე ავიღე. ამიტომ ამ სპეცრაზს გაატარებინეს პრაქტიკა აქა. ხო. დააბრალეს ბურჯანაძეს ან ვიღაცას არ ვიცი. არა, ეგ გასაგებია. ერევანში ხარ გაატარებდი, მაგრამ არა, ეგ მე პრაქტიკა ხოლმე. ეს პრაქტიკა საკეთე მაგრამ რასაც მე ვამბობ, მართალი ვარ თუ არა. თუ დამნაშავე რა დაიჭირა, ნუ განე. არა, დამნაშავე რა პრეზიდენტი ძახის ის არის. შეიძლება ისეთი თქვას, არა, სერიოზული სახით იზახდა, თუ რა, რას გაუგებ მაგრამ. იგრევე წინოდა, გაგვიდი. ხო, გულისიერება. არა. იმიტომ რომ თუ არ დაიჭერენ, მაშინ რატო გვაბოლებენ და თუ არ გვაბოლებენ დაიჭირონ. ლოგიკა არის ამაში? ლოგიკა არის, რასაკვირველი არის ლოგიკა ნამდვილად. გამარჯობა. შეიძლება რაღაცას გითხავ. შენ არა, შენ კაი საიდან ახალ? No, არა. Where are you from? India. India. What are you doing here? Doing your business. Business? What kind of business? Computer. Computer? You're sales computers? No. And what? Like a teaching. Do you like Georgia? Yeah, I like Do you know who is Saakashvili? No. Burjanadze? No. You are happy people. Yeah. Go. Thank you. არავინ არ დახვდა ბატონო გიას პარტიაში. არავინ არ დახვდა შენს პარტიაში. ჩვენ პარტიაში დაკეტილია კარები, ჩარაზულია, რაში კარები დაკეტილია? დარაბები დახურული. კი, დარაბები ღია. უნდა არა, დახურული იყო, ნახავ კადრში. რომელ დარაბებს იზახი? შენი პარტიის ოფისის დარაბები. ფანჯრები? ფანჯრების, ხო. არა, ზოგი ერთი პატარა შეკითხვა. მე ვაკეთებ აქციას, დაიჭირეთ ბურჯანაძე, ან შეწყვიტეთ რუსულ კვალზე ლაპარაკი და მართალი ვარ? მართალი ხარ. მეთანხმები. დაიჭირე ბურჯანაძეს ხვების კიდე. არა. ნუ ბურჯანაძეზე როგორც ყველაზე ისეთ კი ბატონო. მართალი ვარ, ხო? მართალი ხარ. ხარს მიჭერ. გიჭერ. ანუ თუ არ დაიჭირეს შეწყვიტონ. არა, თუ არ დაიჭირეს შეწყვიტონ არა. უნდა დაიჭირონ ყველა ვინც არის რუსულ. ხო, მაგრამ თუ რუსულ კვალზე ლაპარაკობენ, უნდა დაიჭირონ, ხო? იმიტომ რომ ამდენი ხანი აღარ შეიძლება რა. აი. მოდი აქ. ჩვენ ვაპირებთ გავაკეთოთ ესეთი აქცია, ან დაიჭირეთ ბურჯანაძე, ან შეწყვიტეთ რუსულ კვალზე ლაპარაკი და მეთანხმები? მე ვინ გიშთხავს? ხო და მეთანხმები მაგ მოწოდებაში. არა, ამდენად ვერ დაგეთანხმები ამ მოწოდებაში. ვერ დაგეთანხმები. რატო? ან დაიჭირონ, ან შეწყვიტონ. დასაჭერი სხვა არის შენიც. ხო და რა ვიცი, აგება დასაჭერი სხვა. თორთლაძე მეთანხმება, თორთლაძე. ის თორთლაძის პოლიტიკური გემოვნების საკითხია. მიშაზე არაფერს არ ამბობს ბატონო. გივი გამარჯობა. გამარჯობათ. გივი. ხატნა შენზე გიოს მეუბნები? ჰა? Вообще. იგივეს მეუბნები თქვენ? შეიძლება ერთი წუთით. იმ კლიენტები არის. როგორ აშინებს უყურე? როგორ აშინებს? ამ ყველაფერში დანაშაულის ნიშნები არის და შესაბამისად იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ამას. აქციას ვატარებ, ან დაიჭირეთ ბურჯანაძე. თქვენს გარდა უცებ შეგიძლია რომ გასხოთ. შეიძლება სხვა. ბატონო, რამ გასხეთ?
ვერ გავიგე. ხათუნო შეიძლება რაღაც კითხო? ძალიან მაგარი გადაცემა ქონდა უფუაში. კი ბატონო, ხო და. ნახა ირაკლი? კი, ნახა და მოეწონა. მომისმინე, ესეთი ისაა. ხათუნო, ძველი ურთიერთობის ხატვი. იგივე სხვა არ მეტყვი რასაც თარგამაძე. გაჩნია რა ტრაქტორი. ხო და მაშინ ორი სიტყვით და გაგეცლებ. აქციას ვაკეთებ ესეც. დაიჭირეთ ბურჯანაძე, ან შეწყვეტეთ რუსულ კვალზე ლაპარაკი და მართალი აქციაა? ან შეწყვეტეთ რუსულ კვალზე. ან ბრალდებით რუსული შეთქმულები ბრალდებით დაიჭირეთ. და მეორეს თუ არ დაიჭერა, უნდა შეწყვეტონ ლაპარაკი რა. პირველ ნაწილს უერთდება. მეორეს გეთანხმები. მეორე ხო ლოგიკური არა, რე პირველი და მეორე. ლოგიკურია, გასაგებია, მაგრამ აბსოლუტურად გეთანხმები, რომ ყველა უნდა აგოს პასუხი. ხო, მაგრამ თუ პასუხი არ აგეს, ლაპარაკი ძალიან მაღალი ტრიბუნიდან იმაზე რომ რუსული შეთქმულება იყო. შენაირად სამწუხაროდ არ ფიქრობს, ძალიან ბევრი ეძახი, სხვანაირად ფიქრობს და ისე სხვანაირად ფიქრობ, ჩემზე ავიღოთ აქცენტი. ძველი დამოკიდებულება მრავალწლიანი კაპიტან ნინოს მიმართ, გასაგებია. ახალის? არა, ახალი. მე ლოგიკურად ვჯადო უბრალოდ. თუ ძალიან მაღალი ტრიბუნიდან იძახიან რომ ეს არის დაიწყო? თუ მაღალი ტრიბუნიდან იძახიან რომ ეს არის შეთქმულება, უნდა დაიჭირონ, ხო? არა, იძახიან კი არა, ფაქტია. ხო და ესე კი უნდა დაიჭირონ. გითხარი ბეშე რომ მოერთები პირველ გოგა გამარჯობა. ერთი პატარა შეკითხვა შეიძლება? ესეთი აქციას ვატყიდებ რა. ან დაიჭირეთ. შალვა რომ შენ მოგცე კომენტარი. არასოდეს? არასოდეს არ მაძლევს კომენტარს გოგა გაბაშვილი. უკაცრავად ერთ შეიძლება უცებ. ესეთ აქციას ვატარებ მე. ან დაიჭირეთ ბურჯანაძე, ან შეწყვეტეთ რუსულ კვალზე ლაპარაკი და რამდენად სოლიდარულია. კი, სოლიდარულია. ხო? კი. ჩვენ მოვედი ზინო ბურჯანაძის კი არა და სახალხო კრების ყოფილი ოფისთან, იმიტომ რომ ძალუქულია, ხო? დღეს იქნება აქ ისა, და იქნება უკაცრავად ბრიფინგი იქნება დღეს იქნება ბრიფინგი. შეიძლება ჟურნალისტებს რაღაც შეკითხვები გაგისვათ. კი არ გერჩით, კაცო, ვაპირებ გავაკეთო ესეთი აქცია. ან დაიჭირეთ ბურჯანაძე, ან შეწყვეტეთ რუსულ კვალზე ლაპარაკი და მართალი ვარ თუ არა? მე ვთქვი რომ კი. კანონით ეგრალება თქონდა. კი არა და შიდა განაწესო საკუთარი აზრების გამოხატვა. გამარჯობა თავდანი. ორი სიტყვა შეიძლება. ორი სიტყვა. არა, მოდი, მაგანა გაწიეთ. თავდანი. კარი ღია, თუ დაუქულია, ვინმე ნახა? ნელა, თქვენი მორტმა კიდევ არ ვინაში და ის დავდება. აჩი შეაერთე. ჩემ გაცემის ფორმატი. მოტეკეთ ესეთ აქციას. ქრისტინამდე ძალიან ბევრი ბრალდება გაიშვა რუსულ კვალთან დაკავშირებით. რო არ ჩანს ეს რუსული კვალი? შესაბამისად, რამდენად ადეკვატურია მოთხოვნა იმისა? ან თქვენ დაკაკავონ, ან შეწყვიტონ ამაზე საუბარი. რამდენად ადეკვატურია? გამოვარო, სხვებს არ პასუხობ და შენ. ხო, მაგრამ მე უცებ. ხო, მაგრამ მე სხვა ჟურნალისტები გამიჯობა. ვიღეთ გადაწყვეტილება 26 მაისს სრულიად კანონიერი და კონსტიტუციური, რომ დარჩენილიყავით მშვიდობიანი აქციის ფარგლებში. ის ჟურნალისტები, ის პროდიუსერები, ის ტელეეთერები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას ატყუებენ. სიმართლე არ დამალულა 10 საუკუნის წინ. სიმართლე არ დამალულა 1 საუკუნის წინ. სიმართლე არ დამალულა 1999 წელს. თელმა მსოფლიომ გაიგო რა მოხდა 1999 წლის 9 აპრილს. სიმართლე არ დაიმალება ეხლაც. ხაბატონი შეიძლება დავიწყებ. ხაბატონი, პირველი შეკითხვა. როგორ ეთანხმებით, ან როგორ ხურებთ თქვენ სლოგანს დააკავეთ ნინო ბურჯანაძე, ან შეწყვიტეთ რუსულ კვალზე საუბარი? მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. მე პირდაპირ შემიძლია შალვა გითხრათ. მე ვარ ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი და პირდაპირ ვთქვი რამდენიმე დღის წინ. თუ ხელისუფლებას და სხვა შორის მე ვამზადებ ამ სარჩელს ჩვენს ასე ვთქვათ თანამოაზრეებთან ერთად პრეზიდენტ სააკაშვილის, ბანო მერაბიშვილის და სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანის წინააღმდეგ და შეგვაქვს ეს სარჩელი პროკურატურაში, რომ პროკურატურამ აღძრას საქმე მათ მიმართ სამსახურებრივი გულგრილობის მინიმუმ მუხლით ან სამშობლოს ღალატის მუხლით. იმიტომ რომ თუ ხელისუფლებამ 2 თვის წინ იცოდა რომ 4000 კბილებამდე შეიარაღებული ადამიანი სადღაც აქვე იყო. რომ ამ 4000 კბილებამდე შეიარაღებულ ადამიანს ზურგს უმაგრებდა
გრუ სპეცნაზი, რატო გრუ ისევ? სხვებიც არის იქა. დაფინანსებული რუსეთის მიერ. თუ ეს ყველაფერი დაფინანსებული იყო რუსეთის მხრიდან და ეს იყო პუტინის გეგმა, რომელიც ასე რომ ყოფილიყო ნამდვილად წარმატებულად დამთავრდებოდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას დაგეგმავდა ამ შემთხვევაში რუსეთი მაქვს ხედულობაში. თუ ეს ყველაფერი ხელისუფლება მიცოდა, პირველი, რატომ დროულად არაცნობა ამის თაობაზე, არგუმენტირებულად, ჭორების და აბსურდების დონეზე კი არა. რატომ დროულად არაცნობა ამის თაობაზე იმ ადამიანებს, ვისაც სჯეროდა და სჯერა რომ საქართველოსთვის იბრძვის და რატომ არ დააყავა ორგანიზატორები სასწრაფოდ და რატომ დააყენა საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს სუვერენიტეტი და საქართველოს ერთიანობა ასეთი საფრთხის წინაშე. იმიტომ რომ ამ სცენარის რეალისტურობის შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ჩვენი მთავარსარდალი პირველი მოკურცხლავდა იქედან და ისე გაიქცეოდა, რომ კაცი ვერ იპოვიდა სად არის და ძალიან ბევრი მისი ახლომყოფი ადამიანებიც მიყვებოდნენ და ალბათ ჯარისკაცთა ის ნაწილიც, რომელიც არ დაფიქრდა საკუთარი მოსახლეობის დაღვრილ სისხლზე რომ გადაიარა დამოუკიდებლობის დღეს, ეს არის დანაშაული ერის წინააღმდეგ და მე მოვითხოვ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღძრას საქმე იმ ადამიანების მიმართ, ვინც ზუსტად იცოდა, ჭალებში რა თქმა უნდა რომ იცოდა, რომ მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, არ აღკვეთეს ეს დროულად და არ გააკეთეს ყველაფერი იმისათვის, რომ არ დაღუპულიყო უდანაშაულო ადამიანები. მოკლედ, ძვირფასი მაყურებელო და რაც თავარია მიხეილ სააკაშვილო, აგერ არის ახლა ეს ქალბატონი, რუსულ კვალზე საუბარს, ჯობია დააკავო, თუ რა თქმა უნდა არის ჯაშუში აგენტი გადამტრიალებელი, თუ არა და მოკლედ შეწყვიტეთ ეს პროპაგანდა. ძალიან ლოგიკურია მე მგონი, ულოგიკურესი. ამით მე გემშვიდობებით, ძვირფასი მაყურებლებო, ეს იყო აკრედიტაციის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს 4 შაბათს 22 საათზე და 30 წუთზე შევხვდებით.